ფაშიზმზე გამარჯვების 67 წლის თავის აღსანიშნავად საჩხერის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ვეტერანებს შეხვდნენ. Ამ დღესთან დაკავშირებით საჩხერეში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი და კულტურის ცენტრის წარმომადგენლები, მოსწავლე ახალგაზრდები მიულოცავენ ომის ვეტერანებს 67 წლის თავს და ვუსურვებთ, რომ ძალიან დიდხანს იცოცხლონ და დიდხანს გქონდეს მათთვის პირადად ჩასატარებელი ეს ღონისძიებები. ამასთან ერთად გამოფენა გაიხსნება სამხატვრო სკოლის საჩხერის კულტურის ცენტრის ვესტიბიულში და ამასთან ერთად ყვავილებით შევამკეთ დიდების მემორიალი. დღევანდელი დღე ძირითადად ყოველთვის არის ხოლმე ღირებული იმით, რომ თვითონ ომის ვეტერანებს აქვთ სურვილი, თვითონ იმღერონ, თვითონ იცეკონ, თვითონ წარმოთქვან თავიანთი ლექსები, მაგრამ ჩვენც ვალდებულად ვთვლით თავს, რომ მივესალმოთ და პატრიოტულ თემაზე შექმნილი სიმღერებით, ლექსებით და ცეკვით მიულოცოთ დღესასწაული. საგანგებოდ ვეტერანებისთვის გამართულ საღამოზე იმყოფებოდნენ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მუნიციპალიტეტის გამგებელი. დილით მათ ერთად შეამკეს ყვავილებით უცნობი ჯარისკაცის საფლავი. ესენი არიან ძალიან ღვაწლმოსილი ადამიანები და ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ მათ მიმართ. დღეს იქნება ძალიან კარგი ღონისძიებები. ჩვენი კულტურის კოლექტივები შეთავაზებენ მათ ძალიან საინტერესო ნომრებს, ასევე სოციალური სამსახურის მეშვეობით გარკვეული ფულადი ჯილდო მივეცით მათ თითოეულ ვეტერანის ოჯახს. მე მინდა მათ უსურვოთ ჯანმრთელობა. ძალიან ცუდია, რომ ყოველ წელს უფრო ნაკლები და ნაკლები რაოდენობით ხვდებით ჩვენ ვეტერანებს, მაგრამ თავარი ის არის, რომ ჩვენი მომავალთაობა მათ იცნობს, აფასებს მათ ღვაწლს და დღესაც რომ მოვდიოდი მე ვეტერანებთან საყოველად, ჩემი პატარა ბიჭი დილის 8 საათიდან ემზადებოდა მათთან გასასაუბრებლად და მე მიხარია ეს, რომ მომავალთაობამ ძალიან კარგად იცის ის ღვაწლი, რა ღვაწლიც მათ გაიღეს ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად. და იმედი მაქვს, რომ გაისადაც, როდესაც რამაესი მოვა, ჩვენ ამ შემადგენლობით შეხვდებით მათ და მიულოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების იუბილეს. სპეციალური საზეიმო კონცერტი მოამზადეს საჩხერის მოსწავლე ახალგაზრდების სასახლის აღსაზრდელებმა. ისინი არიან ჩვენი და მსოფლიოს გმირები და ჩემთვის დიდი პატივია ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. მე დიდი ხანია უკვე მათ საპატივცემულოდ გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობ. ვარ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მოსწავლე და დიდი სიხარულით მიულოცავ ჩემს ბაბუას გრიშა ცუხიშვილს ამ დიდ დღეს და სრულიად საქართველოს და მსოფლიოს ვეტერანებს. შესრულდა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ცნობილი სამხედრო მარშები. ვეტერანებმა 6 ათეული წლის წინანდელი ბრძოლის ამბები გაიხსენეს. მოსკოვთან დიდ თავდასხმაზე. პირადად ხავს სტალინი. ნახული პარადის მონაწილე ვარ, 41 წლის პარადის მონაწილე. ბერლინის მისადგომებზე იყვნენ ჩვენი მისული რომ იმედი. დამტარდა ომი და იქ მსახურობდი 4 წელიწად იქ და 48 წელს მარტში გამომიშვეს იქიდან. ხნებ თავის იცის და უკვე ხდები, ძალიან კარგად ხდები, ცუდად ვიღა, ეხლა კარგად ვარ. ასე მგონია 22 წლის გავხდისებისე რა. ეს 87 წელი ამთავრებ რა. ეხლა კარგად ვარ, ძალიან კარგად ვარ. დიდი ყმა ყოფილი ვარ ყველას ამ რაიონში. ამ რაიონში დიდი ყმა ყოფილი ვარ. პადა ყიფშიძე, ჩვენი ვეტერანთა თავმჯდომარე, დიდი პატივისცემ, დიდი ადამიანი. გამგებელი ჩვენი ცერცვაძე ძალიან კარგი, ძალიან კაი ხალხი. გეიხარა და ბედნიერი იყავით და დიდი პატივისცემის ყველას. შევხნეზე მეტი იყავით და კარგად იყავით და როცელი. ომის ვეტერანებს განსაკუთრებული ყურადღება და მოფრთხილება ჭირდებათ, აღნიშნა საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ აბჟანდაძემ. მოწვეული ყავს ვეტერანები, ადამიანებმა, რომელმაც ღირსეულად იცხოვრეს, იბრძოლეს, იშრომეს. და მათი ღვაწლი უდაოდ დასაფასებელია. დღევანდელი დღეს სწორედ ამის ნათელი დასტურია. მომავალთაობასაც უნდა ახსოვდეს, რომ ადამიანები, რომელთაც ღირსეულად გაიარეს თავისი ცხოვრების გზა ბრძოლაში, შრომაში, ქვეყანას არასოდეს არ დაავიწყდება. ომის ვეტერანებმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან საჩუქრებიც მიიღეს. საჩხერის რაიონში ფიზიკურად დარჩა 54 ვეტერანი. დღესდღეობით მუნიციპალიტეტმა გაუგეთა 50 ლარი საჩუქარი, ხელისუფლებიდან დაერიცხათ ბანკში 200 ლარი და თქვენ თვითონ ხედავთ კონცერტი, სადღესასწაულო ბანკეტი.
1945 წლის 8 მაისს გერმანიამ ყველა ფრონტზე უსიტყვო კაპიტულაცია გამოაცხადა. მსოფლიოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8-9 მაისს აღინიშნება.